მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სიმონ დე ბოვუარზე, რომელიც იყო ფილოსოფოსი, რომანისტი, ფემინისტი და აქტივისტი. საფრანგეთში ის ომის შემდგომი, გულისხმობ მეორე მსოფლიო ომს, საფრანგეთის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. და ყველაზე მეტად ის ცნობილია თავისი ნაშრომით მეორე სქესი, 1959 წელს გამოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ბოვუარი მთელი ცხოვრება აქტიურად იყო ჩართული ფრანგულ ინტელექტუალურ ცხოვრებაში, წერდა ესეებს, რომანებს, პიესებსა და მემუარებს, ისევ როგორც მემარცხენე ჟურნალის რედაქტორი იყო, საზოგადოება მას ხშირად მხოლოდ ჟან-პოლ სარტრის თანაშემწედ აღიქვამდა და თავადაც ხშირად გაურბოდა ფილოსოფოსის ტიტულს და საკუთარ თავს უწოდებდა უბრალოდ ავტორს. აწლეულების კვლევებმა, განსაკუთრებით ფემინისტი კვლევების დამსახურებით, ბოვუარს ფილოსოფიის ისტორიაში დამსახურებული ადგილი საბოლოოდ დაუმკვიდრა. სიმონ დე ბოვუარი პარიზში 1908 წლის 9 იანვარს დაიბადა. მამამ ჟორჟ ბერტრან დე ბოვუარმა და დედამ ფრანსუაზამ მას და მის დას ელენს ტრადიციული ბურჟუაზიული და კათოლიკური აღზრდა განათლება მისცეს. თუმცა, სიმონი ბავშვობიდანვე უპირისპირდებოდა ამ გარემოს ზოგადად. ადრევე მიხვდა, რომ არასდროს გახდებოდა დიასახლისი ან დედა. მამის იხედავდა მის ნიჭს და წიგნების სიყვარულს უნერგავდა. სკოლაში სიმონმა მჭიდრო კავშირი დაამყარა მეგობარ ელისაბედ მაბელთან. ერთად ცდილობდნენ იმ ხისტი მოლოდინების დარღვევას, რასაც მაშინდელი საზოგადოება ქალებისგან ითხოვდა. 1929 წელს ელისაბედი გარდაიცვალა. მეგობრის გარდაცვალებამ სიმონს უდიდესი სიტკივილი მიაყენა და ეს ტრაგედია მან მოგვიანებით აღწერა კიდეც რომანში სახელად განუყოფელნი. დაიწერა 1954 წელს, თუმცა მაშინ ზედმეტად ინტიმურად ჩათვალეს და არ გამოაქვეყნეს. 14 წლის ასაკში ბოვუარმა უარი თქვა ღმერთის არსებობაზე. ეს მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი იყო. ამან ის ფილოსოფიის შესწავლისკენ წაიყვანა კიდევ უფრო მეტად. 1929 წელს 21 წლის ასაკში მან წარმატებით ჩააბარა ფილოსოფიის გამოცდა, საფრანგეთის უმაღლესი პედაგოგიური გამოცდა და ჟან-პოლ სარტრის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. და სწორედ მაშინ გაიცნეს სარტმა და ბოვუარმა ერთმანეთი. მათ შორის ინტელექტუალური და სასიყვარულო კავშირი გაჩნდა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰქონდა სხვა პარტნიორებიც. სარტთან დადებული აუცილებელი სიყვარულის ჭვალებში პაქტი მათ არასდროს დაურღვევიათ. მეორე მსოფლიო ომმა და ნაცისტური ოკუპაციის პერიოდმა ბოვუარის სოფლმხედველობა შეცვალა. მან მიატოვა თავისი ადრეული რაციონალისტური შეხედულებები და მორალსა და პიროვნულ თავისუფლებაზე მეტი ფიქრი დაიწყო. 1945 წელს მან სარტრთან და მერლო პონტისთან ერთად დაარსა ჟურნალი და 1959 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მისმა მეორე სქესმა სახელად ბოვუარს მოუტანა საერთაშორისო აღიარება. ბოვუარი სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიური იყო, იბრძოდა ფრანგული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა აბორტის ლეგალიზაციას და აგრძელებდა წერას. გარდაიცვალა 1986 წლის 14 აპრილს. ის პარიზში მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს სარტრის გვერდით. ბოვუარს თითზე კვლავ ეკეთა ბეჭედი, რომელიც წლების წინ ნელსონ ელგრენმა, თავისმა ამერიკელმა საყვარელმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ბოვუარის ფილოსოფიურ წვლილს აკრინებდნენ. მას ხშირად სარტრის ჩრდილად მიიჩნევდნენ. როგორც თქვით, ფემინისტმა მკვლელმა დაამტკიცეს, რომ სიმონ დე ბოვუარი ავტონომიური და ორიგინალური მოაზროვნე იყო. მისი ფილოსოფია ეფუძნებოდა არა აბსტრაქტულ თეორიებს, არამედ ცოცხალ გამოცდილებას. და ბოვუარი ფიქრობდა, რომ ლიტერატურა,
რომანი და თეატრი გაცილებით უკეთ აშკარავებს სამყაროს სიმართლეს, ვიდრე ტრადიციული ფილოსოფიური ტრაქტატები. ის შეისწავლიდა ადამიანურ ურთიერთობებს, თავისუფლებას, ძალადობის სასურვებს და სხვასთან მიმართებას. მისი მთავარი იდეა სიტუირებული თავისუფლებაა. ჩვენი თავისუფლება ყოველთვის კონკრეტულ გარემოებებშია ჩასმული, თუმცა ეს გარემოებები არ უზღუდავს საბოლოოდ და აბსოლუტურად. ბოვუარისტის ფილოსოფია არ არის აკადემიური ვარჯიში, არამედ არის სამყაროს შეცვლის მცდელობა. ბოვუარის ადრეული ნაშრომები, როგორიცაა სტუმარი ქალი და პირუს და კინიასი, სწორედ თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და ძალადობის საკითხებს იკვლევს. ის ცდილობდა ეპასუხა კითხვაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ეთიკურად, როცა გარშემო სხვა ადამიანების თავისუფლებაც არსებობს. ბოვუარი ამბობს, რომ ჩვენ ძალადობისთვის ვართ განწირული, რადგან სამყაროში, სადაც სხვადასხვა მიზნები იკვეთება, კონფლიქტი გარდაუვალია. თუმცა ამავდროულად ჩვენ გვაკისრია მოვალეობა ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის, რადგან მხოლოდ თანასწორ პირობებში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის გაგება და საერთო პროექტების შექმნა. თავისი ცხოვრება და შემოქმედება დღემდე გვახსენებს, რომ თავისუფლება მარტოსული არჩევანი არ არის, არამედ მუდმივი დიალოგი სხვებთან და სამყაროსთან. შეუძლებელია ვიცოდეთ, როგორ წარიმართებოდა სიმონ დე ბოვუარის აზროვნება ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში სიცივის, შიმშილისა და მუდმივი შიშის ქვეშ რომ არ ეცხოვრა. თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც ის პირისპირ შეეჯახა უსამართლობის ძალებს, რომელთა გაკონტროლებაც შეუძლებელი იყო, ბოროტებისა და სხვის საკითხებმა მისთვის ახალი მწვავე დატვირთვა შეიძინა. ბოვუარი ომზე საუბრობს როგორც დროში გაჩენილ ეგზისტენციალურ ნაპრალზე და აღნიშნავს, რომ მან თავად განიცადა გარკვეული სახის გარდატეხა. მას უკვე აღარ შეეძლო მხოლოდ საკუთარი ბედნიერებითა და სიამოვნებით დაკმაყოფილებულიყო, ბოროტების თემა გადაუდებელ საზრუნავად იქცა და ამ ვითარებაში პოზიციის დაფიქსირება გარდაუვალი გახდა. ან თანამშრომლობ დამპყრობელთან, ან არა. უნდაონების ეთიკის დაწერით ბოვუარი სწორედ ამ არჩევანს აკეთებს. ის საკუთარ თავს მიიჩნევს ეგზისტენციალისტად და ეგზისტენციალიზმს საკუთარი ეპოქის ფილოსოფიად აცხადებს, რადგან ეს მიმდინარეობა უდგება ბოროტების საკითხს ყველაზე სერიოზულად. ეს ერთადერთი ფილოსოფია, რომელიც მზადაა დაუპირისპირდეს დოსტოევსკის ცნობილ დებულებას იმის შესახებ, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებდართულია. წერს სიმონ დე ბოვუარი. ის ფაქტი, რომ სამყაროში მარტონი ვართ და გარანტიების გარეშე ვარსებობთ, ადამიანური მდგომარეობის ერთადერთი ჭეშმარიტება არ გახლავთ. არსებობს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიცაა ჩვენი თავისუფლება. ბუნდოვანების ეთიკაში ამ ნაშრომში ეს ჭეშმარიტება გულისხმობს ურთიერთგაგებისა და პასუხისმგებლობის ლოგიკას, რაც უპირისპირდება იმ ტერორს, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების ავტორიტეტი მართავს და წარმართავს. 1957 წელს გამოცემული ეს წიგნი გადაიაზრებს თავისუფლების იმ კონცეფციას, რომელიც მანამდე ნაშრომში პირუსი და კინიასი იყო წარმოდგენილი. ბოვუარი უარყოფს თავისუფლების შიდა და გარესფეროებად დაყოფას და ცნობიერებას განიხილავს როგორც ინტენსიურ, აქტიურ პროცესს. ის ამტკიცებს, რომ ადამიანი შესაძლოა საკუთარ თავისუფლებასაც კი გაუცხოდეს. ავტორი ეყრდნობა ჰუსერლისა და ჰეგელის ფენომენოლოგიას, რათა გაანალიზოს ინტერსუბიექტურობა ისე, რომ აღიაროს ინდივიდის უნიკალურობა, მაგრამ ამავდროულად თავიდან აიცილოს როგორც შემეცნებითი სოლიპსიზმი, ისე ეგზისტენციალური იზოლაციონიზმი თუ ეთიკური ეგოიზმი. ბუნდოვანების ეთიკა იხსნება ცნობიერების ინტენსიურობის განხილვით. ბოვუარი ამას აღწერს როგორც ორი გზით მოქმედ პროცესს. პირველი არის სურვილი გამოავლინოთ ყოფიერების მნიშვნელობა, ხოლო მეორე მსოფლიოს მივანიჭოთ მნიშვნელობა.
პირველ შემთხვევაში ცნობიერება ავლენს თავისუფლებას მნიშვნელობის აღმოსაჩენად, მეორეში კი ამავე თავისუფლებას იყენებს სამყაროს ფორმირებისთვის. ბოვარი პირველს უკავშირებს სიხარულის განწყობას, ხოლო მეორეს იმედისა და ბატონობის ორმაგ განწყობას. ეს თუ რა მიმართულებით წავა, ეს პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი განწყობა, იმედი თუ ბატონობა იქნება ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი. ბოვარისთვის ბუნდოვანება მარცხის იდეასთანაა დაკავშირებული და ჩვენ ვერასდროს შევძლებთ მნიშვნელობის მიმართ ჩვენი ვნების სრულად დაკმაყოფილებას. ვერასდროს გავშიფრავთ სამყაროს სრულ საიდუმლოს და ვერ გავხდებით ღმერთები. ეთიკური სისტემები, რომლებიც საბოლოო პასუხებს გვთავაზობენ, ბოვუარისთვის საფრთხის შემცველია. ის უარყოფს ასეთ აბსოლუტებს და ირჩევს ეთიკურ პროექტებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენს შეზღუდულობას და მომავალს ღიად ტოვებენ. ეს არის ეგზისტენციალური იმედის ეთიკა. ბოვუარი მკაცრად უარყოფს სეკულარიზმის წინააღმდეგ მიმართულ იმ არგუმენტს, თითქოს ღმერთის გარეშე ყველაფერი ნებადართულია. ბოვუარის აზრით, პირიქით, რადგან არ არსებობს ღმერთი, რომელიც ჩვენ ცოდვებს მოგვიტევებს, ჩვენ სრულად და უპირობოდ ვართ პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. მთავარი კითხვა არ არის ნებართვა, არამედ მთავარია კითხვა, შეგვიძლია თუ არა განცალკევებულ ინდივიდებს ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო კანონების შექმნა. ფილოსოფოსი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, თუკი ბოროტებას თავისუფლების უარყოფად მივიჩნევთ და გავაცნობიერებთ, რომ მე ვერ ვიცხოვრებ ჩემი თავისუფლებით თუ სხვების თავისუფლებას არ დავადასტურებ. ავტორი აღწერს სერიოზულ სამყაროს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ეს არის მზაღი რეგულებებისა და ავტორიტეტების სამყარო. თუმცა ბავშვობა მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია. მოზარდობა არის ის დრო, როცა უნდა უარი ბავშვ მისტიფიკაციებზე და საკუთარ არჩევნებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. ბევრი ჩვენგანი ამას თავს არიდებს და არაკეთილსინდისიერების გზას ირჩევს. ისინი ბრმად ემორჩილებიან სხვების ნებას, რათა თავისუფლების შფოთვას გაიქცნენ. ბოვუარის აზრით, შემოქმედი, ხელოვანი თუ მწერალი არის ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ეთიკურ იდეალს, რადგან ის სხვების უნიკალურობას აღიარებს და იცავს მათ იმისაგან, რომ სხვისი ნების ობიექტებად იქცნენ. 1947 წლის იანვარში ბოვუარი ამერიკაში გაემგზავრა და ეს არ ყოფილა მხოლოდ სალექციო მოგზაურობა. 4 თვის განმავლობაში მან 19 შტატი მოიარა, ათობით ქალაქი ნახა, დაუმეგობრდა რიჩარდ რაიტს, შეუყვარდა ნელსონ ალგრენი და შექმნა ამერიკული საზოგადოების მწვავე კრიტიკული ანალიზი. წიგნი „ამერიკა დღითი დღე“ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სამოგზაურო დღიური ამ მხრივ. ეს არის პოლიტიკური და ფილოსოფიური ტექსტი, სადაც ბოვუარი აკვირდება ამერიკელთა აპათიას, ინტელექტუალურ სიზარმაცეს, სოციალურ კონფორმიზმსა და რასიზმს. ავტორმა დეტალურად აღწერა სეგრეგაციის შემზარავი რეალობა სამხრეთში და რასიზმის ფარული ფორმები ჩრდილოეთში. ბოვუარი აკრიტიკებს ამერიკულ დემოკრატიას, რომელიც თეორიულად თანასწორობას ქადაგებს, რეალურად კი მწვავე კლასობრივ და რასობრივ დაპირისპირებას მალავს. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები აღნიშნავენ, ბოვუარი თავად ვერ გაიქცა საკუთარ თეთრ კანიანობის აღქმას. მისი ეს დაკვირვებები დღემდე მაინც რჩება ამერიკული საზოგადოების მორალური დისპოზიციების ერთ-ერთ ყველაზე გამჭრიახ ანალიზად. ამერიკული დღიურების წერისას ბოვუარი უკვე მუშაობდა იდეებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ყველაზე ცნობილ წიგნს „მეორე სქესს“. თავის მემუარებში იგი კრიტიკულად აფასებს თავის ადრინდელ ნაშრომს „ამბივალენტობის ეთიკა“ და აღნიშნავს, რომ ის ზედმეტად აბსტრაქტული იყო, რადგან ცდილობდა მორალის განსაზღვრას სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. „მეორე სქესი“ წიგნი სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებაა. ბოვუარი თავის აბსტრაქტულ ეთიკურ იდეებს ქალის კონკრეტულ მატერიალურ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ რეალობას უკავშირებს. ის აღარ საუბრობს მისტიფიკაციაზე ზოგადად, არამედ აკვირდება იმას, თუ როგორ ქმნიან
მეცნიერება, ლიტერატურა და რელიგიური ტრადიციები ქალის ჭვალებში ბუნებრივი უპირატესობის მითს, რათა გაამართლონ პატრიარქალური ბატონობა. ეს ცნობილი ფრაზა ქალი არ იბადება, ქალი ხდება, ბოვუარის ფილოსოფიის ქვაკუთხედია. იგი მიზნას ისახავდა იმ არსებითი ესენციალისტური შეხედულებების უარყოფას, რომლებიც ქალობას მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტად მიიჩნევენ. სოციალური კონსტრუქცია. ბოვუარისთვის ქალი არ არის ბიოლოგიური მოცემულობა, არამედ სოციალური გარემოებებით, ისტორიული პირობებითა და კულტურული ნორმებით შექმნილი რეალობა. და სხვა ეს კონცეფტი. ბოვუარი ჰეგელის ბატონისა და მონის დიალექტიკას იყენებს აქ, თუმცა განსხვავებული აქცენტით. მამაკაცი თავს სუბიექტად, აბსოლუტურ ადამიანად წარმოაჩენს, ხოლო ქალს წარმოაჩენს სხვა არსებად. ქალი, რომელსაც არ აქვს საერთო ისტორია, ან სოლიდარობის მექანიზმები, ხშირად თავადაც ეგუება ამ როლს, რადგან ეს მას საკუთარი თავის გამართლების მექანიზმს აძლევს. ბოვუარის ფემინიზმი არ არის თანასწორობისა და განსხვავებულობის დიქოტომია. იგი მოითხოვს ქალის თანასწორობას ისე, რომ არ უარყოფს სქესთა შორის განსხვავებულობას. ავტორის მიზანია ქალმაც და მამაკაცმაც შეძლონ თავიანთი თავისუფლების გამოვლენა. ამ გათავისუფლებისთვის საჭიროა მითების დამსხვრევა, ინტელექტუალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სხეულებრივი ავტონომია. პირველი მითების დამსხვრევა ასევე გულისხმობს მარადიული ქალურობის მითის დამსხვრევას, რომელიც ქალს პასიორობისკენ უბიძგებს. მეორე, ინტელექტუალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა მიგვითითებს, რომ მარტივი კანონები არ კმარა და საჭიროა საზოგადოებრივი ნორმების ფუნდამენტური ცვლილება. და მესამე, სხეულებრივი ავტონომია გვახსენებს, რომ თავისუფალი ქალი არ უნდა ცდილობდეს მამაკაცის მიბაძვას, მან უნდა აღმოაჩინოს თავისი სხეულის რეალიზების უნიკალური გზები. ბოვუარის ცნობილი ესე მარკიზ დე სადზე არის ეთიკური რეფლექსია თავისუფლებასა და ძალადობაზე. სადი როგორც მოკავშირე, ბოვუარი აქ აღიარებს, რომ სადმა კარგად დაინახა პატრიარქალური მანქანის ბუნება, თუმცა თვლის, რომ მან თავისუფლების ცნება დაამახინჯა და ძალადობისა და თავისუფლების აღქმა. აქ ბოვუარი ამბობს, რომ სად ცდილობდა თავისუფლება ძალადობაში ეპოვა, რაც ხორცისა და ცნობიერების არასწორი გააზრებაა. სადი სერიოზული ადამიანია იმ გაგებით, როგორც ამბივალენტობის ეთიკაში აღწერილი, და ის თავის ფანტაზიებს რეალობას ანაცვლებს, რითაც არასდროს აღწევს მეორესთან ნამდვილ ეთიკურ კავშირს. ბოვუარისთვის ნამდვილი თავისუფლება არა სხვების დამორჩილებაში, არამედ ურთიერთ აღიარებაშია, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს თავისუფალ სუბიექტად აღიქვამს. 1957 წელს ბოვუარმა გამოაქვეყნა ესე გრძელი მარში, სადაც 1955 წლის შემოდგომაზე ჩინეთში თავისი 6-კვირიანი ვიზიტის შთაბეჭდილებებია აღწერილი. გარდა მემუარისა, ეს წიგნი არის ინტერდისციპლინარული ნაშრომი, სადაც ავტორი აანალიზებს იმ დროისთვის არსებულ ფაქტებსა და მითებს და საუბრობს შრომის პოლიტიკაზე, ოჯახის გენდერულ სტრუქტურაზე და კანონის, ადათ-წესებისა და თავისუფლების ურთიერთმმართველობაზე. წიგნი ასევე პასუხია საფრანგეთის მემარჯვენე წრეების კრიტიკაზე. ბოვუარი ცდილობდა ეპოვა კაპიტალიზმის ალტერნატივები და დაინახა კომუნისტური ჩინეთის პოტენციალი. თუმცა, აქ უნდა აღნიშნოთ, რომ ბოვუარი თავადვე იყო უკმაყოფილო ამ ნაშრომით და ის თვლიდა, რომ წიგნი მალევე დაძველდა და მას აკლდა ფილოსოფიური სიმკაცრე.
დღეს მკვლევრები ხშირად საუბრობენ მის ორიენტალისტურ მზერაზეც, რაც ამ ტექსტს კიდევ უფრო კომპლექსურს და საკამათოს ხდის. 1962 წელს ბოვუარმა და ჟიზელ ჰალიმიმ ერთად დაწერეს წიგნი ალჟირელი გოგონას ჯამილა ბუპაშას შესახებ, რომელიც ფრანგების მიერ იყო წამებული. ეს ნაშრომი ბოვუარის მხრიდან მარკიზ დე სადის კრიტიკის გაგრძელებაა. ნაცვლად იმისა, რომ ირეალურ სამყაროში გაქცეულიყო, ბოვუარმა აიღო ავტორის პასუხისმგებლობა და საჯაროდ ამხილა სახელმწიფო ძალადობა. ბოვუარის ფილოსოფიაში ადამიანის სასრულობა ერთ-ერთი მთავარი თემაა და რომანში ყველა ადამიანი მოკვდავია, ის აღწერს გმირს, ფოსკას, რომელმაც უკვდავება აირჩია. ფოსკა სურდა თავისი ცხოვრების საქმე ჰუმანიზმი ბოლომდე მიიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკვდავება არა პასუხი, არამედ წევლაა, რადგან დრო თავისთავად არაფერს წყვეტს და მნიშვნელოვანია არა დროის ხანგრძლივობა, არამედ სხვა ადამიანებთან დაკავშირება და ჩვენი საქმის მათთვის გადაბარება. მოგვიანებით, დედის გარდაცვალების შესახებ დაწერილ წიგნში ძალიან ადვილი, ტკივილი სახელად და სარტრის უკანასკნელი დღეების ქრონიკაში სახელად მშვიდობით სარტრ, ბოვუარი იღებს ფენომენოლოგიური მოწმის როლს. ის არ არის სასტიკი ან ცივი, ის გვაჩვენებს, ვინ ვარ სინამდვილეში ადამიანები, რომელთა მე შემიძლია ბრჭყალებში შესაძლებლობები დროსთან ერთად მცირდება. ნაშრომის სიბერე სტრუქტურით გავს ნაშრომს მეორე სქესი. ბოვუარი ამტკიცებს, რომ სიბერე როგორც ბიოლოგიური პროცესი არის გარდაუვალი, მაგრამ სიბერე როგორც სხვის სტატუსი არ არის გარდაუვალი. საზოგადოება ხშირად გარიყავს მოხუცებს, რადგან ისინი აღარ არიან ჩართულნი აქტიურ პროექტებში და ბოვუარის თქმით, ეს არის ჰუმანურობის უარყოფა. ის მოგვიწოდებს შევქმნათ ისეთი სამყარო, სადაც არც ქალები, არც მოხუცები და არც რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფები არ იქნებიან არაარსებითი ან ზედმეტი ადამიანები. ბოვუარის ავტობიოგრაფიული წიგნები, მათ შორის თავმდაბალი ქალიშვილის მემუარები, არის ფილოსოფიური დოკუმენტები, რომლებშიც ჩანს, როგორ იქცა სიმონ დე ბოვუარი შემდგომში ცნობილ ფილოსოფოსად. ის გვიჩვენებს, რომ პირადი ცხოვრება განუყოფელია პოლიტიკისაგან და მისი რთული ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრობა და ფრანგული კოლონიალიზმის მიმართ გამოხატული კრიტიკა, ყველაფერი ეს აყალიბებდა ავტორის აზროვნებას. ბოვუარისთვის წერა იყო საკუთარი არსებობის გააზრების, სხვისა და საკუთარის ურთიერთობის აღქმის გზა. ავტორი ფემინიზმის ერთ-ერთი სახე, სიმბოლოა. მისი წიგნი მეორე სქესი ნათარგმნია 40 ენაზე და მან გავლენა იქონია თაობებზე. თუმცა ბოვუარის მემკვიდრეობა არის გაცილებით ფართო. მან დიდი წვლილი შეიტანა ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის განვითარებაში, ასევე როლი ითამაშა ეთიკასა და პოლიტიკაში, კერძოდ კოლონიალიზმის, რასიზმისა და სოციალური უსამართლობის მწვავე კრიტიკოსად მოგვევლინა და მისმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა არაერთ ჩვენს თანამედროვე მოაზროვნეზე. დღეს ბოვუარის შესწავლა გრძელდება მისი მანამდე გამოუქვეყნებელი დგურებისა და პირადი წერილების საფუძველზე და ის აშკარებს ავტორის დამოუკიდებელ ინტელექტუალურ გზას, ხშირად სარტრისგან სრულიად დამოუკიდებლადაც. დღევანდელი ჩანაწერი ამით დასრულებულია. გთხოვთ კომენტარების სექციაში გაგვიზიაროთ თქვენი იდეები ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, ასევე გითხრათ
დინა ავტორი, ვისაც გსურთ მომავალში ვისაუბრო, შევხვდებით შემდეგში.